ესეც არის ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე გავართ სინამდვილეში. ჩვენ არ გვაქვს ზუსტი სტატისტიკა, იმიტომ რომ ეს არ აინტერესებს სახელმწიფოს ამისი კვლევა, მაგრამ აი ეს დაკვირვება, რომ დაუშვათ ქალები განსაკუთრებულად აღარ ენდობიან და ამას აღნიშნავენ ხშირად სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციები, რომ მიმართულება არის შემცირებული და რომ ჩვენ ძალიან მძიმე შედეგები გველის წინ, მე ამას შეიძლება ხა ძალიან პესიმისტურად ვსაუბრობ, მაგრამ თუ კი ყველაფერი ასე დარჩება და გაგრძელდება, ჩვენ ძალიან ბევრ მძიმე შემთხვევის შესახებ გავიგებთ. თქვენ იცით ასევე, რომ გამოშვებული არიან ეგრეთ წოდებული შეწყალების შემდგომ ადამიანები ასევე, რომლებიც ოჯახის ძალადობის მოფიქრისდნენ და არანაირი ინფორმაცია არ გაავრცელეს, არც თავად ძალადობის მსხვერპლ და ძალადობა გამოვლილ ქალებს არ შეატყობინა არავინ, რომ ეს ადამიანები გარეთ გამოდიოდნენ და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვითხოვთ ამ ინფორმაციას არ გვაწოდებენ და არ ვიცით რამდენი ასეთი ადამიანი არის გარეთ. ამიტომ ეს შედეგი ძელვადიანად და მიღწევადიანადაც ჩვენ მოვდებით კიდევ უფრო მძიმე ვითარებას თან იმ ფონზე, როცა სახელმწიფო სტრუქტურები საერთოდ მუშლილია და პოლიტიკურ ნებას კი არა, პირდაპირ თავად ახორციელებენ ძალადობას ქალების მიმართ, ხომ? არა თუ რაღაც სისხლისამართლებელი პოლიტიკა საერთოდ გადასულია ადამიანების და ქალების თავად სისტემის მხრიდან ცემასა და დასჯაზე და მე ძალიან შეშფოთებული ვარ, მართალი რომ გითხრათ, გარდა იმისა, რაც ხდება ზოგადად ქვეყანაში, რა შედეგებამდე მივდივართ იმ ისეთ ქვეყანაში, სადაც ქალების მიმართ ქალთა მკვლელობა იყო ყოველთვის მაღალი დიდი პრობლემა, ხო? და ზუსტად 10 წლის წინ 2014 წელს დავიწყეთ ერთობლივად ბევრი რამის შეცვლა, მაგრამ ყველაფერი რაც შეიცვალა და პროგრესისკენ გადაიჭრა ნაბიჯები, მათ თავისივე ხელით ანადგურებენ და პირიქით ამას იყენებენ ქალების წინააღმდეგ. სამწუხაროდ.